სახელითა მამისა ისა, ძაძისა ისა და წმინდისა სულისა ისა. შთაფლული ვართ რა წუთისოფლის ამაოებაში, გულისხმობ როგორც გულისხმებს ესე აშკარად ჩადენილ საქმეს, ცხოვრების წესს, დამახინჯებულ მსოფლმხედველობას, თუმცა ქრისტიანებად ვიწოდებით და ვართ კიდეც ნათლისდების მადლით, განვისახეთ დღეს სარწმუნოებასთან ვისაუბრო შესახებ ისა, რაც ჩვენთვის თითქმის ყველასთვის უკლები არის უცნობი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ წესს ჩვენ არ მივდეთ სავალალო და სამწუხაროდ. გულისხმობ თავშეკავებულ წმინდა უქმეთის ასკეტურ ცხოვრებას. საერთოდ მართლმადიდებლობა ეს არის ასკეტიზმი. ოღონდ ერთნი მეტად გაისწორებიან, მეორენი ნაკლებად და როგორც უფლის იგავის გვასწავლის, ერთნი დავჯილდოვდებით სამი ტალანტით ერთის გარდა, რომელსაც ნათლობის საიდუმლოებაში იღებს ყოველი ქრისტიანი, სხვანი მოიგებენ 5-ს, ვინ 10-ს. 10 სრულყოფილების რიცხვია ჯერ კიდევ პითაგორელებთან, მასადავე სრული იქნება უკვე დედამიწაზე. დღეს ჩვენთვის საამისო შევარჩი ეწმიანთა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ პალამას ერთი მოკლე, მაგრამ ძალიან ღრმააზროვანი სიტყვა უბრალოდ კი წერილი, კერძო წერილი, პირადი წერილი მონაზონ ქსენიასადმი, რომელიც საგულისხმო უნდა იყოს, ვფიქრობ, ბევრი ჩვენთაგანისთვის. აქ წმინდა მამა გვეძრახება შესახებ იმისა, თუ როგორ მიიღწევა უნებობების მდგომარეობა, როცა ადამიანი სავსებით თავისუფლდება შეუფერებელ გულის სიტყვათაგან. რა მოაქვს ამას, როგორი ღვთიური განათება, გასქილოსნება მოაქვს შინაგან ადამიანში, მერმე და მერმე, ესე იგი, როგორ მიახნება ეგევით არის ქრისტიანი ზეციურ სიმაღლეებს, ზეციურ წვერვალებს, როგორც გრიგოლ პალამა უწოდებს. რა ნიჭები ეძლევა ამის შედეგად ადამიანს. ადამიანი ხდება წინასწარმეტყველი, წინასწარმცნობელი და ხშირ შემთხვევაში ამასთან საგვირელო მოქმედი. კურნალის თეულთა, სულთა და ხორცთა და ესე შემდეგ. ეს ჩვენთვის არათუ მიუღწეველია ასეშა ჩვენი ცხოვრების წესიდან და გულის სიტყვებიდან გამომდინარე, არამედ წარმოუდგენელის კი არის. როგორც დღეს სობილი გამოთქმა ითხოვდა, ფანტასტიკის სფეროა სამწუხაროდ ქრისტიანებისთვის. მაგრამ თვითონული ქრისტიანი თავისებურად უნდა იყოს ასკეტი. თავშეკავება ეს უკვე ასკეტიზმი არის. რა თქმა უნდა, კითხვა იბადება, ერში შეიძლება ამის მეტნაკლებად მიღწევა. ამის მაგალითები გვაქვს ეკლესიის ისტორიიდან, მაგრამ აი დღეს აღვვლინეთ რა წმინდა დიდმდელთავარ ნიკოლაოს საკვირველთმოქმედსა და სწავლშემწეს დაუჯდომელი საგალობელი მინდა დავსინო, რომ წმინდა ნიკოლოზ ეს უნიკალური შემთხვევაა. რას გულისხმობ? ჩვეულებისა, როგორც ძველი მამები ამბობდნენ, პირველი ქრისტიანები მამები გადიოდნენ უდაბნოში, იღვწოდნენ ასკეტური ცხოვრებით, განიწმინდებოდნენ ცოდვათაგან, შეიძენდნენ ნიჭებს სული წმინდისა და უკან ბრუნდებოდნენ ღვთისნებითა და განგებით. აი მაგალითად ივანე ოქროპირი, რომელიც 10 წელიწადი განდეგილად ცხოვრობდა, მაგრამ ღმერთმა არინება, რომ ეს ძვირფასი საუნჯე დამარხული ყოფილიყო უდაბნოში. და ესე იგი როგორ ჩამოიყვანა ერში, როგორ ამოიყვანა ერში საშინელი დაავადება მიიღო ჭრაწლავისა, სისხლის დენით, რომლის განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა უდაბნოში და ამგზით ამგვარად დააბრუნა ერში. დიახ, დიდი ივანე ოქროპირის როგორც ბასილი და გრიგოლი იღებდნენ მკურნალსაც და მკურნალობდნენ. როგორ? იმიტომ რომ ორი გზა არსებობს მამათა შორის. ერთნი მადლობით ითმედნენ ყოველგვარ უხარებასა და ავადმყოფობას, მეორე კურნებას იღებდნენ, ანუ ავადმყოფობის განკურნებას ლამობდნენ ადამიანური გზით კურნალისმერ, იმიტომ რომ კურნალის გონებას ასახელს, როგორც წმინდა მამები ამბობენ, თავად უფალი ღმერთი აკურთხებს, რათა ის ნიჭი, რომელიც შეიძინეს, მოეხმარათ იმდროინდელი მსოფლიოსა და რაღა იმდროინდელი საყვარელო დღეინდელად დღემდე 15-16 და მეტი საუკუნეები გავიდნენ, მაგრამ თვითონ არათუ მათი ღვთისმშთაგონებული სწავლებანი თხზულებები, არამედ მათი ცხოვრებაც კი სამაგალითოა ქრისტიანებისათვის. ესენი არიან სარკენი, რომელსაც ჩავიხედავ და დავინახეთ საკუთარ უბადროგობას, რომელსაც ზედ ადევს სქელის, რქელი ძველ ქართულად ვთქვათ, ნისლი უმეცრებისა, სინამდვილეში, ხიბლიანობისა, თვითკმაყოფილებისა, ზვაობრობისა, ქედმაღლობისა და რომელი ერთი მოვთქვა და
ესე იგი სინამდვილეში არც არაფერს არ წარმოადგენთ ღმერთის წინაშე. აი ეს მამები მოკლედ გადიოდნენ უდაბნოში, განიწმინდებოდნენ, მადლმოსილი შეიქმნებოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ ხის კურთხევითა და უჩვეულო განგებულებით და ამ ნიჭებს ახმარდნენ თავიანთ მოყვასზე, როგორც უკვე დავსინეთ, არა თანამედროვეთან, არამედ დღემდე ასაზრდოებენ ქრისტეს სამწყსოს. მათი ცხოვრების გახსენებას კი არის ჩემთვის მათი მიბაძვის სურვილის გამღვივებელი და საკუთარი არანაობის შემაგრძნობინებელი. მოდით მოვიგონოთ წმინდა ნიკოლაუსის ცხოვრებიდან ორიოდე სიტყვით. აქ ვთქვით, რომ უნიკალური შემთხვევაა წმინდა ნიკოლაუსი. უჩვეულო პიროვნება და უჩვეულო წმინდანი წმინდანთა შორის. მანამდე შეგახსენებთ ეკლესიის სწავლებას, როდესაც ესე იგი ზეციური ერთ-ერთი ქერაბინი ლუციფერად წოდებული გაამპარტავდა და დაკარგა ის მადლი, რომელიც ღვთის წინაშე ჰქონდა და გარდამოხადა ზეციური სასუფევლიდან, ღვთიური სასუფევლიდან დედამიწაზე ეს გამოჩინა მას სამფლობელოდ ასე ვთქვათ, აქ თავად ამბობდა და უფალმას დაზინა თავადი ამ სოფლის არის ეშმაკი. ეს დაცემული ანგელოზი თავის სუპოსტატებთან ერთად მიმოეხეტება დედამიწაზე, როგორც იაკობ მოციქულებს და მყირალი ლომივით ეძებს ვინშთან დგას. ანუ ჩვენ ადამიანები, ის არის ღვთის წინააღმდეგი, დიაბოლოსი და არის მტერი ადამიანისა, დაუძინებელი, დაუწყნარებელი და მოუსვენარი მტერი ღვთისა და ადამიანისა. ამიტომაც გვიანდელზე უფალმა ხიზლად იყავით და ილოცევნით. პირველ ყოვლისა ეს ორი სათქმება მიგვანიშნა, რომელთა მერაც დაცული და დაფარული ვიქნებით ეშმაკის მანქანებისაგან, მისი მახეებისაგან, როგორც ანტონი დიდის ცხოვრებაშიც ვკითხულობთ. წმინდა ნიკოლაუსის ცხოვრებას თუ გულსმოდგინეთ წაიკითხავთ, თუმცა ბევრი არაფერია შემორჩენილი მის ცხოვრებაში, მაგრამ რაც შემორჩენილია, გასაოცარი რამ არის მაგალითი წმინდა ცხოვრებისა, მისი ცხოვრება ძალზე წააგავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როგორც მოვლენებას, ისე ცხოვრებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამის მშობლები მართალ იოაკიმ და ანა ბერწნი იყვნენ, ასევე თეოფანე და ნონა წმინდა ნიკოლაუსის მშობლებიც. მერმე დაბადებიდან ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა ღვთისმშობელი მარიამი არავისაგან სწავებული. თუმცა ერთსაც და მეორესაც ღვთის მოსავი მშობლები ჰყავდა და მათ შორის სხვა სათქმებასთან რა თქმა უნდა მართლმის იყვნენ ღრმა სიბერების, მაგრამ როგორც ესეთი საგანგებოდ არ უსწავლებია. საერთოდ შვილი რასაც ხედავს ბავშვი ოჯახში უპირატესად იმას ბაძავს. ეს მას გონია ნორმა, ცხოვრების წესი. მაგალითად რატო არ ეკლესიის წინააღმდეგი, რომ სოდომიტებმა იშვილონ ბავშვი. იმიტომ ისიც სოდომიტი გაიზრდება უდიდეს შემთხვევაში, თუ რამე განსაკუთრებული განგებულება არ იცავს ამ ბავშვს. დედა ნახე, მამა ნახე, ბოლოს და ბოლოს შვილი ესე გამონახე. მათ ჰქონდათ ცოცხალი მაგალითი, როგორც ღვთისმშობელ მარიამს, ესე წმინდა ნიკოლაუს, ღვთისმოსავთან მშობელთა სახით და რამდენად წმინდა და სათნონი იყვნენ ღვთის თვალში, რომ ერთი ღვთისმშობელ მარიამის მშობელი შეიქმნენ, რაც არის უდიდესი სიმაღლე და პატივი და მეორე ამ უნიკალური წმინდანისა ნიკოლაუს საკვირველთ მოქმედისა. სახელის როგორ ეწოდათ, ერთს ანგელოზისაგან და მეორეს მართალ მშობელთაგან. მარიამი, რაც ქართულად ანაგრამებია სხვა სათქმეებათა, პირველი ასოების სათქმეებათა გამომხატველი, ანგელოზისაგან იქნა ზესიდან გარდამოტანილი ყოვლადწმინდა სამების სატყრიდან, ხოლო ნიკოლაუსი ესე იგი ეწოდა მართალთა მშობელთაგან ღვთისმშობლები დაარქვეს. ქართულად ბერძნული და რომ თარგმნოთ ნიშნავს ხალხებზე გამარჯვებას, ანუ როგორც წმინდა მამები თარგმნიან ბოროტებებზე გამარჯვებას და ასეთი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. წმინდა ნიკოლაუსი სიყრმიდან 4 შაბათ პარასკევს, ის ხო ჩვილი იყო, სრულიად ჩვილი, არა თუ ღრმა ჩვილი, დედის ზუზუს არიდა წუხრამდე. რატომ წუხრამდე? დიდი ჟულის კანონის მიხედვით უწინ დროის საფლა ხდებოდა არა შუაღამის 24 საათიდან, არამედ წუხრიდან. ესე იგი, როგორც კი გადადიოდა თქვა სამშაბათი 4 შაბათში წუხრიდან, უკვე აღარ იღებდა დედის ზუზუს. ასკეტურად ცხოვრობდა სიჩოიდგან, არა თუ სიღრმიდან. ღვთისმშობელი მარიამიც დღეში ერთხელ იღებდა სასწაულს. ბერმონასტურ ჩვეულებებში რაც არის, უპირატესად მომდინარეობს ღვთისმშობელ მარიამისაგან. მისი ასკეტური ცხოვრების
მიმბაძველი არიან ბერ-მონოზონი და ამადას და არა მარტო ამაზე ღვთისმშობელი მარიამი ითვლება ბერ-მონოზონთა წინათლად იოანე ნათლისმცემელთან ერთად, რომელიც ესე ასკეტურად იზრდებოდა სიყვარულიდან დაობლდა რა და უდაბნოში გაეკვნა რა ღვთისგანგებულება ნათლისმცემელი იოანე და ესე იგი უდიდესი ასკეზებით გამოირჩა თანამედროვე მართალთა და წმინდანთა შორის. ღვთისმშობელი მარიამი როდესაც იგი 4 წლისა მიყვანილი იქნა, რადგან აღთქმის ასული იყო, ტაძარში დაუბრკოლებლად და ხელშეუშველებლად აიღეს 14 საფეხურს, რომელიც ძალზედ მაღალი იყო და ზრდასრული ადამიანისთვის კი სამძიმო იყო ამ კიბეებზე ასვლა ტაძრისა, თქვენ იცით რომ ვება ზომის იყო ეს ტაძარი, სოლომონ ბრძენისაგან ღვთისმშთაგონებით და კურთხევით აგებული. თითო ამ საფეხურზე გარკვეულ ფსალმუნებს ფსალმუნს გალობდნენ. ხელშეუშველებლად ყრმა 4 წლისა აირბინა საფეხურები ხელიდან დაუსვლა წმინდა ზაქარიას ნათლისმცემლის მამაც, რომელსაც წილად ხვდა იმჟამად მღვდლობა, მღვდელმოქმედება და შევიდა იქ, სადაც თვით მღვდელმთავარიც კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის მოსეშულის მიხედვით, რათა ესე იგი შესწიროს მსხვერპლი ესე იგი თავის და ერის სახელზე. ზაქარია იყო რა წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული გულისხმა ხო რომ ეს იყო ღვთისდება, ეს ადამიანურად არ მომხდარა. ამიტომ არ დაუბრკოლებია, რამდენი ყვედრება დაეცემოდა ზაქარიას შეურაცხყოფა, ცილისამება, განკითხვა, რომ მან მოიმოქმედა ის, რასაც ჟული კრძალავს. დედაკაცის შესვლა კი არა, ნებისმიერი სასულიერო პირის შესვლა შეიძლება მხოლოდ ერთი, ვისაც აღირჩევენ იმ წელიწადში, შეიძლება შევიდეს და ესე იგი შესწიროს ეს მსხვერპლი. ამაში ღვთის ხელი დაინახა. ღვთისმშობელი მარიამი მთელი დღის განმავლობაში გვიაღამემდე საყვარელო წმინდა წვიათაში, ანუ დღევანდელი გაგებით საკურთხეველში ატარებდა დროშავს. უქმად როდი იყო, ან ლოცულობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა და უღრმავდებოდა ღვთისმადლით. მას აქ თანამზრახველება ესე იგი თანამოსაუბრედ ყავდა პირველყოლისა მთავარ ანგელოზი გაბრიელი, რომელიც საღვთო განგებულებით იქნა დადგენილი მის მცველად და მფარველად და მასწავლელად, ასევე სხვა ზეციური ძალები. ესე იგი ასკეტური უზმო მარხვა გვიაღამებდა 9 საათამდე. აქედან მოდის შეუძლება ბერ-მონაზონის, რომ ნამდვილი ბერები დღეში ერთხელ იღებდნენ საზღვრებს წულხრის 9 საათიდან. ღვთისმშობლის მიბაძვა აქაც. ესე იგი, როგორც სულით, ესრეთ ხორცით ზეცა ამზადებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომ დედა ღვთისა, ჩვენი მესიისა გამხდარიყო. ესე იგი, უზმო ასკეტური მარხვა, წმინდა წერილის შესწავლა, გალობა, ლოცვა, უბნობა ზეციურ ძალებთან, ანუ ანგელოზებთან, ასე დამგვართ მისი ხორცნის, საიდანაც იქსოვნა ხორცნისთვის, როგორც ერთ-ერთ ჰიმნშია ნათქვამი ქრისტე მაცხოვარზე, ასეთ ხორცთაგან და ქალწულებრივ თვეთაგან, როგორც ღვთისმშობლის დაუხმობელშია ნათქვამი და სხვა საგალობლებში, ანუ კონკრეტულად რო ვთქვათ, როგორც ზიარების კანონშია ღვთისმშობელ მარიამის ყოვლა დუბიცო სისხლთაგან იქსოვნა ხორცნისთვის ქრისტე მაცხოვარმა ჩვენმა. როგორი განგებულება, როგორი მსურველობა. წმინდა ნიკოლაოსის მთელ დღეს სიღრმიდან საყვარელო ატარებდა წმინდა წმინდანაში, ხშირად საკურთხეველში, ან საზოგადოებრივ ეკლესიაში, ან გალობდა, ან კითხულობდა წმინდა წერილს, ან ლოცულობდა, ან ესე იგი ეკლესიის მსახურთ მუშაკთ ეხმარებოდა ტაძრის მოწესრიგება დალაგებაში, რითაც მასში კიდევ უფრო ღრმავდებოდა მორჩილება და თავმდაბლობა. ისე რომ პარალელები ძალზედ ბევრია ღვთისმშობელ მარიამსა და წმინდა ნიკოლაოს შორის. არც ერთი შობაში, არც ერთი შობა და არც მეორის არ მომხდარა სული წმინდის მადლის მოქმედების გარეშე, რადგან მათ ღვთისმოსამშობლებში სიბერწე დახსნა სწორედ სული წმინდის მადლმა, რომლის მოპოვებასაც როგორც ერთთან, ისე მეორეთან უახმარეს მთელი თავიანთი მიწიერი ცხოვრება. ესე იგი, რატომ მოვიგონე წმინდა ნიკოლაოზის ცხოვრებიდან? არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს მას დაუჯდომელი აღვნიშნეთ, ახლა თარგმნილი ჩვენს მიერ. არამედ პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ წმინდა ნიკოლაოზი მაგალითია, რომ ერში შეიძლება
მიაღწიოს ადამიანმა უვნებებობის მდგომარეობას. როცა გულის ცარიელია შეუფერებელთა გულის სიტყვათაგან. ჭურად სამეუფოდ ჭურად მადლისა უკვე დედამიწას და ერში, სადაც ჩვენ ცხოვრობ, ჩვენთან უგეშად ვამბობ ამას, შეიძლება ამის მიღწევა. ამისთვის საჭიროა მეფა. მიუწვდომელია გზანი უფლისანი, ამოს მდიდებული მოციქული პავლე. როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუწვდომელია, მაგრამ გვაქვს ცოცხალი მაგალითები წმინდა მამებიდან, მეტნაკლებად წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ. ეს რაც შეეხება წმინდა ნიკოლაოს და უნიკალურ შემთხვევას. ახლა მოდი საგვარეულო მოვიგონოთ დიდი მამა ნებისმიერ პირზე რაც მათ გასერდვაშად კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლის დამაარსებელი, დიდი მღვდელმთავრები, მსოფლიო ქადაგნი, როგორც ამბობს მათ ეკლესია, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი. ისინი ერში იშვნენ, იზრდებოდნენ, მაგალითად წმინდა ამ წმინდანების დედები, ყველანი არიან წმინდანები და ხატიც არსებობს, ერთად არიან გამოხატული. როგორც ღვთისმოსავი დედები, ამთა დიდთა ნათობთა დედანი. ბასილი დიდი იყო მრავალშვილიანი ოჯახიდან. თითქმის ყველა წევრი არის წმინდანებში შერაცხილი. გრიგოლ ღვთისმეტყველთანაც იგივეს ვხედავთ. თავად გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამ სკოლის დამაარსებელია, ასევე იოანე ოქროპირი არ არის ამ სკოლის ანტიოქიის სკოლას ეკუთვნის. გრიგოლ ნოსელის იყო როგორც ხორციელი, ესე სულიერი ძმა ბასილი დიდისა. და როგორც წმინდა მამები გარკვეული აზრით შეიძლება როგორც ღვთისმეტყველი გრიგოლ ნოსელი უფრო მაღლა დგას ვიდრე ბასილი დიდი. ეს კერძო შეხედულება ამა თუ იმ მეცნიერთა და მკვლევართა, ამას არსებითი მნიშვნელობაც არა, სწორნი და ტოლი არიან. თქვენი დღესასწაული არსებობს იანვარში, ესე წმინდანები ცალ-ცალკეც მოიხსენებიან წლის განმავლობაში, მაგრამ ერთადაც მოიხსენებიან სამთავრობო დიდთა მღვდელმთავართა ხსენება. რატო? ესე იგი დავაკამათი დაიწყო ეკლესიაში. ვინ უფრო დიდი მნათობია, როცა გარდაიცვალნენ ეს მამები, ბასილი, გრიგოლი თუ იოანე, ისე რომ ეს შფოთი განხეთქილებითაც კი ემუქრებოდა ეკლესიას. ამიტომ გამოეცხადა ერთ-ერთ წმინდა ეპისკოპოს მღვდელმთავარს, ეს სამი მღვდელმთავარი ენით აუწერენ ნათელსა და დიდებაში. და ესე იგი ამცნეს გაცხელით. ნუ დავუთ, ნუ კამათოთ ქრისტეს ეკლესიაში შფოთი ნუ შეგა. როგორც ხედავთ ჩვენ თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე. ამ ეპისკოპოსმა მოუთხრო კრებად შეკრებილ მამებს, მღვდელმთავრებს და დაწესდა სულიწმინდის მადლით გულის ხმახბეს რა მამებმა დღესასწაულის სამთავრობო მღვდელმთავართან ერთად ხსენებისა. მოკლედ ერთის, მეორეს და მესამე ერში იზრდებოდნენ. თუმცა მათში დიდი იყო სრული მღვდელმთავრობა, ესე იგი მეუდაბნოე ცხოვრებისა. ამის გამო სიხმაწვილეში უკვე მანამდე იღებდნენ კესარია კაბადოკიაში ჩვენ გახსენებული სამი კაბადოკიელი მამა სწავლა განათლებას ირისის სანახებში თავიანთ მამულში მდინარე ირისის ნაპირზე დაარსეს მონასტერი. ბასილმა, გრიგოლმა, ესე იგი გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა და იქ იხოცოდნენ. ანუ როგორც მამები ამბობდნენ, ძველი მამები წავიდოდნენ უდაბნოში, განიწმინდებოდნენ, უკამფრინდებოდნენ და მადლით გამდიდრებული სხვასაც ამდიდრებდნენ. აი ეს მოხდა ნიკოლაოზისაგან განსხვავებით ამ მამებთან. შემდეგ ამ მამებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცოდნა და მეცნიერება გაეღმავებინათ და სასწავლებლად ჩავიდნენ ათენში, რომელიც სულიერების, ფილოსოფიის, განათლების ცენტრად და კულტურისა ითვლებოდა იმ ხანად. სხვა შორის ალბათ უნდა აღნიშნოთ, ჩვეულება იყო იქავის სტუდენტების, როდესაც ახალი სტუდენტი ჩადიოდა, მას ამოწმებდნენ, ასე ვთქვათ, კითხვებს უსვამდნენ, ან ამხილებდნენ, რომ გავლენა მოეპოვებინათ, ან შეერწყვნათ. და როდესაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ცოტათი ადრე ჩავიდა ბასილზე, მეგობრები იყვნენ ისინი განუყოფელი. და როდესაც იგივე დააპირეს, ბერძნებს უთხრეს, რომ მაგას მოიზარდო შეცხვებით თქვენ თავად. ბერძნებმა დაუჯერეს, სომხებმა არ დაუჯერეს. როგორც ჩვევიათ და ჩამოვიდა ბასილი და ვითომ ჩაჭრა რომ უნდათ მისი განათლებასა და სულიერებაში ყველაფერი პირიქით მოყვა.
მოხდა და ისინი შერცხვენილი გარბოდნენ და ბერძნები დასინოდნენ მას. იზახოდნენ შემდეგ დაბრუნდნენ, ბოდიში მოუხადეს ბასილის და ეცადნენ მასთან მეგობრობას და არათუ მეგობრობას, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი დიდის ცხოვრებას აღწერს და გვეუბნება ბასილის არათუ საქმეებს და ცოდნას ჩრდილსაც კი ბაძავდნენ. მისგან მოდის შეუძლება გრძელ წვერს რომ ატარებდნენ ბერმონასთან ბასილი დიდისგან. წვერსაც კი ბაძავდნენ ჩრდილსაც, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ადამიანს არ აცხონებს. აცხონებს თავისი ცხოვრება, ჭეშმარიტი გწამსი ცხოვრება, დამოწმებული კეთილი და უვიწრო საქმეები. აი ორი პარალელური მაგალითი ნიკოლაოზის და თუნდაც ამ სამი მამის სახით. ისე რომ ცხონება საყვარელო ყველგან შეიძლება, რაც შეეხება სრულყოფილებას, რასაც გულისხმობს ბერმონოსნობა. ამიტომ აღიკვეცებიან, არა მარტო ცხონების სურვილი აქვთ, არამედ უკვე დედამიწაზე სრულყოფილების, მაგრამ როგორც დიდმა მამებმა, ანტონი დიდმა, მისმა მოწაფეებმა ამონიმ და არა მარტო მათი წინასწარმეტყველეს, თითქმის 16 საუკუნის წინ დაადგება დრო, რომ უდაბნოებიდან, გამოქვაბულებიდან, ესე იგი სკიტებიდან, სამხოლოებიდან, ანუ განდეგილოების ადგილებიდან, სავანეებიდან, მონასტრებიდან ბერების დიდი ნაწილი ბერმონასზე გადმოსახლდებიან ქალაქებში და დედაქალაქებში და იმდენად არა მარხვაზე, ასკეტურ მარხვაზე, ლოცვაზე და სხვა ისმუნებენ, არამედ გარეგან სიამოვნებაზე, ჩაცმულობაზე, სიმდიდრეზე, რისი მოწმენით დღეს ვხდებით ჩვენ, ასეთი ბერმონასნების სახით და სხვადასხვა. ანუ სარწმუნოებისა და მოღვაწეობის სული მოიკლებს და ჰედონისტური გრძნობისმიერი გრძნობები მოიმატებს ადამიანებში, მათ შორის სამუდელოებაშიც. ამ სავალალო დროში შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ არა მარტო ამ ნიშნის მიხედვით შეიძლება უკვე შევაბიჯეთ. ბოლო დროს, ბოლო ჟამს განსაკუთრებული სათქმოებით და ღვაწლით ადამიანები არ იქნებიან შემკობილი. მარხვით, ლოცვით, მოხთადრებით თუ სხვა, არამედ უდიდესი ჭირი და მწუხარებანი გადმოვა დედამიწაზე. ადამიანთა მოდგმის გაამპარტავნების გამო, გაუღმრთოებისა და საბოლოოდ ეშმაკის თაყვანისებისა გამო. და ერთადერთი მთავარი ნიშანი, რითაც უნდა გამოირჩიოს ბოლო ჟამის ქრისტიანი ცხოვრება, ეს არის მოთმინება. ჭირის დღეები გველოდება, თავად უფალმა წარმოიდგინეთ უწოდა მას ჭირის დღეები, რამდენად მძიმე დღეები უნდა დაგვიდგეს. როცა ადამიანი ყველაზე არსების ხატებას დაკარგავს, პარალიზებული ექნება, თავისუფალი ნება. აი ამაზეც გვასწავლიან გრიგოლ პალამა და სხვა მამები, რომელიც მაგალითებად გვაქვს მათი ცვლილებებიდან სწავლები გრიგოლ პალამას. რა განაწყისებს ჩვენში ხატებას და რა აყალიბებს მსგავსებას ღმერთთან, რომელიც მან გვიბოცა. მოვედით თავად წმინდა გრიგოლ პალამას და იმ მამებს მიუხრათ, რომელიც ვახსენეთ ხური. ჩვენ რითი არა ვართ დაკავებული. ძირითადში რომ შევაჯამო, ორიოდე სიტყვით ჭამასმა გართობა. აი გაანალიზეთ ამ თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანების ცხოვრება. თუ რამე სხვა შინაარს იპოვეთ. ოღონდ ეს ყველაფერი მრავალფეროვანია. ერთფეროვანი კი არა, მრავალფეროვანია. ანუ ადამიანები დღეს დაპყრობილი ყავს გემოთ მოყვარებას და ნაკროვანებას. ანუ როგორც ერთ-ერთ ჰიმნშია ნათქვამი, გემოთა ამის სოფლისათა. აქ ჭამა შედის მას, დიდების მოყვარებას, კარიერიზმი და სხვადასხვა. როდესაც გონება სათქმეებაში ვარჯიში დაისწავლის ყოველგვარი საძაგელი ვნების განდევნას, სული შეწევნას იღებს და იწყებს თავის თავში ყველა ეციური ძალის მიღებას. ესე იგი, უწინარეს არ გადმოვა ძალა და მადლი ღვთისაგან, თუ ადამიანი არ ეცდება გოლი და გონება გაანთავისუფლოს გორისკვლისებრ. ანუ როგორც მოვუწოდებ, ივარჯიშოს გონებაში. რას ნიშნავს ეს? ეს როგორ ხდება? არა მარტო ის, რომ მოვიდა გოროდი გულისხმა და ღვთისშიშით განდევნე ამ ღვთის სიყვარული, არამედ გულისხმობს პირველ ყოვლისა ბერების იარაღად წოდებულ იესოს ლოცვას. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სხვადასხვა ასე თქვა ვარიანტები არსებობს ამ ლოცვას. უწინ უფრო ვრცელი იყოს,
უფალო იესო ქრისტე ზეოღვთისა მეოხები და ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა შემიწყალე მე შემდეგ დროთა განმავლობაში შემოგვდა უფალო იესო ქრისტე ზეოღვთისაო შემიწყალე მე ხოლო უფრო მოგვიანებით მაგრამ ათონზე ერბაშად მის მაგოდება წმინდა იოსების სიხათი ხუთი სიტყვით ლოცულობდა ამ ლოცვას უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ეს არის ისტორიული სინამდვილე თუნდაც ამ ლოცვასთან მიმართებაში მაგრამ არ დამახინჯებულა და არ შერყნილა ამ ლოცვისა. ამ ლოცვის დანიშნულება არის, როგორც დიდი მამები გვასწავლია, ისიქასტი მამები და არა მარტო ათონელი, რომელთა მოწაფეც იყო თავად გრიგოლ პალამა თავის დროზე, არ სინაში მდგომარეობს, რომ გონება გულში ჩაიყვანონ და გამოკეტონ მასში. და დგება ისეთი სულიერი აღმაფრენა როგორც მოციქული პავლე ამბობს, სული უსიტყველად სიტყვების გარეშე შესწირავს მარადიულ ამოხრებს უფალ ღმერთს. ესე იგი, იმდენად უხვია მასში მადლი და სინათლე, რომელიც ამ ლოცვამ შემოიტანა, რომ მხოლოდ ამას ამბობენ. ამბა მამაო, ამბა ნიშნავს ასურულად მამაო, ანუ მამაო, სხვა სიტყვას ვეღარ გამოთქვამენ. როგორც ქართულად ვიტყოდით, აღჩურთ მადლის სული წმინდისა. და მთელი არსებით მიემართებიან ღმერთს, თუმცა ჰიპოსტაზურად მატერიალურ სხეულში რჩებიან, როგორც გრიგოლ პალამა გვასწავლის ამ წერილში. ჩვენს ძალისა ერში ხელი უნდა მივყოთ იესოს ლოცვას. რა თქმა უნდა, ჩვენ იმგვარად, როგორც წმინდა მამები ლოცულობდნენ, ვერ ვილოცებთ. დღეს რომ გითხრათ სიმართლე, იესოს ლოცვის ჯეროვანი მცოდნეც კი მეცნიერი არ აყვავს. ყოველ შემთხვევაში ერში არ ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უდაბნოებში ათონზე და სხვაგან არიან ასეთები. აი რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვთარგმნეთ ველიჩკოვსკის არაჩვეულებრივი წიგნი იესოს ლოცვაზე. მე ვთარგმნეთ უცნობი ათონელი ისიქასტი მამის თხზულება იესოს ლოცვაზე, რომელსაც ფხიზლობითი ჭვრეტა ეწოდება. ძალისაება წარმოდგენა რომ შექმნო და რა არის იესოს ლოცვა? მოძღვარი უნდა გყავდეს ამის მცოდნე, რომელიც იხემწვანებს. თუ თავით შენი დაიწყებ იმ წესით ლოცვას, როგორც ეს წმინდა მამები და არა მარტო ისინი აღწერენ, შეიძლება სულიერ აშლილობამდე, ანუ სიგიჟემდე მიხვიდე. არასწორი მიმართულებით თუ იღი. ამიტომ ჩვენ ისღად დაგვრჩენია, რა კი ასეთი მამები ჩვენ შორის არ არიან და არ ჩანა, იესოს ლოცვა ვილოცოთ ძალისაებ. თუ იქ ლაპარაკია, როგორ უნდა, როდის უნდა ჩაისუნთქო, ამოისუნთქო, როგორ უნდა გაყო ორად იესოს ლოცვა, რომელ ნაწილზე უნდა ჩაისუნთქო, რომელზე ამოისუნთქო. უნდა დაждე პატარა დაბალ სკამზე. თავი ესე იგი ოდნავ უნდა მოხარო ისე რომ ნიკაპით ეხებოდე ოდნავ მკერს. ეს მთელი ხელოვნება. ზოგიერთები იყვნენ ასეთი ერთი ორი ეცადა რომ თავად ემეცადინა და აშლილობამდე მივიდა და მადლობა ღმერთს რომ შეჩერდა როცა ურჩიეთ. ამიტომ ვილოცოთ ისე როგორც ხელმეწიფება. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ხო შეგვიძლია მყუდრო გარემოში გავიდეთ აი სამლოცველო ოთახში დაბალ სკამზე დავждეთ და მივიღოთ ის მდგომარეობა. ეს თავდაპირველი მდგომარეობასაც გამოხატავს. ვიდრე ლოცვას დავიწყებთ, გონები თუნა ესე იგი მოვნახოთ სად არის გული და ვეცადოთ რომ გულში ვილოცოთ. არა გარეგანაც სხვადასხვა ფიქრები, წიაღსვლებით ამ ფიქრებში, არამედ რაც შეიძლება ყურადღება მოკრებილება. ეს ხომ შეგვიძლია? ეს შეგვიძლია თავიდან ძალიან ძნელია ეს. არა ვართ მიჩვეულები. ჩვენი ლოცვა არ არის მარხვა არ არის. ერთი არის გონება გაფანტულობა, მეორე არის გემოთმოყარება და ნაყოვანება. მოსყურობაზე, სასმელის მიღებაზე აღარაც ვიტყვით, რომ ყველაფერს არღვევს აბსოლუტურად. ჩვენ არ ვეცნობთ წმინდა მამებს, თუ ვეცნობთ, არ უსმენთ, არ ვასრულებთ. ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არასერიოზულობა სარწმუნოებაში. ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, თუ ამგვარ ლოცვას ვერ მივახცევთ, თავი ვინ უგეშვით იმით, რომ ჩვენ ვეცადეთ, რადგან ცდილობას კი დაფასებული აქვს ისა და ძალისებ ვიქმოდით სიკეთის საქმეებს. ორგვარი სიკეთი არსებობს, ხელები ჩაუშვით. ხო, ეს არის სულ. ეცადეთ ყურადღებით მოესვით, გონება გაფანტული, სახეზეც დაწერილი.
ორგვარი სიკეთე არსებობს. გარეგანი და შინაგანი, სულიერი. ამისი სახე სახარებაში იოანესაგან არიან ლაზარეს დები, მართა და მარიამი. მართა, რომელიც მემონდაზრული და ბევრს, როცა თავად უფალი ესტუმრა მოციქულებთან ერთად, ანუ სუფრას აწყობდა თქვენებურად რომ ვთქვათ, დაშვრა და გაწხრაგიდეს რამდენადმე არა მარტო თავისაზე, რამდენადმე მინიშნებით ქრისტესზე. რატომ არ ეთქვი შენიშნ ასეულ, მე დავშვერი დავიღალე ალხენად დამჯდარა შენს ფერხთი. მართა, მართა, როგორი სიტყვა ამ სიტყვებში, თან ორჯერ გაიმეორ. მართა, მართა, ზონავდა შფოთხარ მრავლისათვის. ხოლო ამა შენმა და უკეთესი ნაწილი ამოერჩია. შენ ხორცელ სიკეთეს შადიხარ. სტუმართ მოყვარეობა რომ ქვია, ეს კი ჭრեց უფლის დიდებას. მის ქადაგებას შთაფლული ისმენდა ამ ქადაგებაში თავდავიწყებული მარიამი. ამიტომ იქიდან აქამდე ეს ორი წმინდანი იქცა ერთი მართა ხორცელი სიკეთის სახით, მეორე მარიამისა. ერში ჩვენ ხელგვეწიდება მართაობა. ანუ სიკეთის ხორცელი საქმეები. სტუმართ მოყვარეობა, პატიმრის მონახულება, ავადმყოფის მუგეშინისება, მოწყალების გაღება და სხვა. ხოლო ასკეთ მამებს დიდ გამდეგილებს ეს არ ევალებათ. აი წინა ქადაგებაშიც, საკვირაო ქადაგებაში ჩვენ მოვიღონეთ ეს მაგალითი. ორი განდეგილი მამა, ხორცელი და სულიერი ძმები იყვნენ, ერთი ნახეს თვალმარგალიტი უდაბნოში, ერთი შეშედა ცოტა ხანი უფლისმა გადაახტა და წავიდა, მეორე შეშედა მოდი ახლა მე მოწყალების საქმეში ჩავიდე რომ საავადმყოფოებს ავაშენებ, ქსენონებს, სასტუმროებს, უცხოთ შემწყნარებლობას მოვკიდებ ხელს, სტეულთა გასვენებას და მწირთა მუგეშინისცემას. გააკეთა კიდევ. სიკეთილი საქმეები იყო, მაგრამ იმ დღიდან ძმა აღარ უნახავს და მერე გულისხმა ხო, რატო დაისაჯა ღვთისაგან. სთხოვდა შენდობას, მთელი დანარჩენი ცხოვრება ეს უმცროსი ძმა და სთხოვდა რომ ძმა ენახებინა სიკვდილის ინახა ძმა და უფალი გამოეცხადა, ვიდრე ამესულებდა და უთხრა განმარტა. შენის მის ერთ ნახტომად არის მთელი შენი მოწყალების საქმეები წლების განმავლობაში რო შადოდი, რადგან განდეგილ მამას ეს არ ევალება. ესე იგი ჩვენ შეიძლება მარიამობა ვერ შევძლოთ ამ გაგებით სახარებისებურად რო ვთქვათ, მაგრამ მართლობას უეჭველად უნდა ვეცადოთ. ოღონდ ერთნი მიიღებენ ვთქვათ სანდალას, მეორენი ხუთს, სხვები 10. სრულყოფილება მოაქვს მარიამობას და მართლობას. თუმცა მართლობაც არ არის დასაზრახი. თავად უფლის უფალთან ჩასეს, როდესაც უთხრა მართა, მართა, თბილად მიმართა. კარგია რომ დაშვების ვიწვიე სუფრა გაშალე, მაგრამ შედარება არ არის იმ ხვედრთან, რომელიც მარიამმა შენმა დამ ამოირჩია. ის რომ ხორცელი საქმეები უფრო ხელგვეწიდება ერისკაცებს, მორწმუნეებს, სულიერი კი განდეგილებს. აი მე გასულ ქადაგებაში საკვირაოში მოვიგონე სოვრეთის მონასტერში ვიყავ და ეტიმოლოგია ჩემის აზრით ალბათ ასეთია. მძოვარი აქედან მძოვრეთი. რას ნიშნავს? მძოვარობა ეს არის ბერმონაზმული განდეგილთა მოღვაწეობის ერთი ნაირსახეობა. არაფერს არ ამზადებდნენ საჭმელს. არც ცივს შამდნენ, არც ხელს. იმიტომ რომ აქაც საფეხურებია ცხელი საჭმლის შამა ნაკლებ ასკეტურია, ცივის მეტად მშრალის როგორც უწოდებენ და იყო სახეობა ათონზე და სხვაგან, როცა მხოლოდ ბალახეულს იღებენ, რასაც ბუნება აღმოაცენებდა ღვთისმადლით და კურთხევით, იმას იღებენ. ანუ განსაკუთრებულად არ ზრუნავდნენ ხორციელ მოთხოვნილებაზე. მთელი გულით, სულით გონებით მიმართულიყვნენ ზეცისკენ. სრულიად პატარა ვიყავი, ალბათ 7-8 წლის, როდესაც ესე იგი დოკუმენტური ფილმი ვნახე ათონზე, ჩემთვის ეს სრულიად უცხო გარემო იყო, სხვა სამყარო იყო აბსოლუტურად და ვნახე რომ ბერები, განდეგილი ბერები სენაკერში იყვნენ უდაბნოში. გამოვიდა და ძოვა დაიწყო პირით, რა იყო ვერ მივხვდი. კითხე მშობელს, ვერც მან განმიმართა, ვერ მივხვდა რა იყო. აი ეს იყო მძოვარი ბერი. აი სრულიად ჩამოშორებული ჰქონდა ხორციელი მოთხოვნილებებზე ზრუნვა, რომ ამაუებას არ დაეპყრო მისი გონება. თუმცა იყვნენ ისეთი განდეგილები, რომელსაც პატარა ბოსტანი ან ბაღი ჰქონდათ გაშენებული და იმით ირჩევდნენ თავს. მაგრამ იყვნენ ისეთი მამები, რომლებიც ამასაც არ აკეთებდნენ. ეხლა თქვენი დაბა როგორ
საზრდოობით იქ ღვთისმშობელი მარიამი მთელი დღე მწუხრამდე იყო, აქ გითხარით რომ ანგელოზი არა მარტო სწავლებას და მეცნიერებას აძლევდა გაბრიელი თუ სხვა, არამედ საზრდოც მოკვდა. აი ხარების დღესასწაულის ხაზზე ნახეთ, კალათი რო უჭირავს და კვერები არის, ისეთის კვერები, რომელსაც იღებდა. რა წარმომავლობის იყო ეს ხორციელი, ზეციური, ამას ვერ გეტყვით, არა არსად არ არის ეს აღნიშნული. ერთი რამე ცხადია, როდესაც გამოდიოდა და მას როგორც შეწიროს ტადრისადმი ეკუთვნოდა ულუფა თავისი. ამ ულუფასაც არ ჭამდა, იმიტომ რომ ანგელოზის ხელიდან საზრდოობდა, როგორც გითხარით, და გლახაკებს და ობლებს ურიგებდა ხოლმე მოწყალებაში. თავის კუთვნილ ულუფას, ერთადერთ ულუფას. ისე რომ როგორც იქ ზრუნავდა ღვთისმშობელ მარიამზე და მთავარ ანგელოზის ხელით ასაზრდოებდა, ასე იყო უდიდეს ასკეტ მამებთანაც. მაგალითად, შიომღვიმელს პავლე ასაზრდოებდა. დავით განეჭირცირები, რომელსაც ღმერთმა უბრძანა თავით ისეთი, როდი იქმოდნენ ისინი. პავლე თებელი, ასე პავლე ასაზრდოებდა, ადრეც მოიგონე ქადაგებაში, ანტონი დიდი ღვთის მინიშნებით რომ ჩავიდა მიაგნო როგორც იყო მასთან და მწუხზე როცა საუბრობდნენ, ესე იგი არა შუა დღესაც, არა დილ, არამედ როცა ბერები იღებენ საზრდოს მწუხზე, აი მაშინ მოუტანა ორი ულუფა ყავდა და გაეღიმა პავლე თებერს, რომელიც თითქმის 60 წელიწადი ცხოვრობდა უდაბნოში განდეგილად და უთხრა ანტონის სიყვარული. თვით ღმერთმაც იცის, რომ პავლესთან დღეს ანტონი მოვიდა სტუმრათო და ორივეს გაეღიმათ. ანუ ღმერთი არის განგებიანი, იზრუნავს ამას. არა თუ ამ დროს ანტიქრისტეს შირის დღეებშიც ხშირად მეთქვას, იზრუნებს ღმერთი. აი ეგ როგორ გამოგვიცხადა მაგალითად მამა გაბრიელმა. მე თქვენთან ვიქნებით უკანასკნელ შანსს, თუ შეშინდებით. ეს ის დრო იქნება, როცა თქვენ დატოვებთ საერო ცხოვრებას და გახვალთ უდაბნოებში, ტყეხრეებში. ბოლო შანსის ქრისტიანები ამ გაგებით ყველანი იქნებიან განდეგილები. განდგებიან ამ წუთის სოფლისაგან. და ღმერთ და მამა გაბრიელი ამბობს, მე თქვენთან ვიქნები, მე გასწავლით თქვენ ჩემი რჩეულების მიერ რა არის ვარგისიანი საზრდელად, რა არის. არა მარტო როგორც ეს ბალახთა და ბალახთა შორის განსხვავება სცენარებში, არამედ დიდი ომები იქნება. აი ეს ეკოლოგიურად მოიწავლება მთელი დედამიწა. აღარ ვამბობ, საცტური აქვთ თერმობირთული ერანის ხმარებისას. ხიროსიმა მოიგონეთ რა მოხდა, დაემართათ ადამიანებს და გარემოს თვითონ 10 წლების განმავლობაში მიიღეს ეს დანღა ამ თერმობირთული ერანის და რა იქნება ბოლო დროს. ჩვენთან არის ღმერთის საყვარელი და წამდეთ რომ ღმერთი ჩვენ არ დაგვიტოვებს. მას ყავს თავისი წმინდანები, როგორც ზესაში, ესევე დედამიწას რჩეულები, რომელთა მიერაც გადაარჩენს თავისი უკანასკნელი ჟამის მართავთან წმინდანებს, ვისი სახელების და აღწერილია ცხოვრების იშეულს აპოკალიფსი ამბობს, და რომელიც მამას ეციება დაბეჭდა და ამ ბეჭედს ვერავინ ახმოცავს მათგან, მათლისღების ამ ბეჭედს. ისე რომ ნუ შეშინდება გული თქვენი, ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, ვიტყვი იოანე ოქროპერთან ერთად, ეს არის ცოდვის ჩადენა. არავისი და არაფრისი სხვა ჩვენ არ უნდა გვეშინოს. სულ იმის დასში ვიყოთ, რომ ფეხი ცოდვისკენ არ წაგვისცეს. თუ ეშმაკის მანქანები თუ სულმოკლევით მოხდა და დავეცი, სასოწარკვეთილებას მივეცემ. სასუებით, ანუ იმედი წამოვდგეთ. ღმერთი ჩვენი არის მრავალმოწყალე. არა იმ გაგებით კი არა, რომ ღმერთი მაინც მაპატევს, მოდი ჩარ. არა, ეს უკვე არის სივერაგე, ეს არის სიფლიდე, ეს არის სიგლისმე, ეს არის კადნიერი თავხედობა. არამედ იმას ვამბობ, რომ ყოველი კაცი სულ დაამაყვა და თუ ეშმაკის მანქანები, თუ საკითხარი, საკუთარი სულმოკლეობით შეიძლება ადამიანი დაეცეს. მამაო, დავეციო, ერთმა ახალგაზრდა ბერმა უთხრა თავის მოძღვარს, გამოცდილ მოძღვარს, წამოდექი შვილო, სიყვარულით უთხრა, წამოდექი მამაო, მაგრამ ისევ დავეცი, ისევ წამოდექი და ბერმა შეხვდა, როდემდე, ანუ სულ ვეცემი და ვდგებიო. არ გეტყვიო სამარის კარამდე, არამედ სასუფევლის კარამდე. სულ ფხიზლად იყავიო. იმიტომ რომ ამ აკარიდიდის ხოროიდან თქვენ ვიცით, რომ საზვერეებშიც კი ბრძოლა სული როცა მიხავ. იქაც ცდილობენ ასწავლო და მეტი ცოდვა შეესვირონ ადამიანს, რაც მაკარისთან არ გაუვიდათ. ესე იგი, გრიგოლ-პალამა მეუბნება, რომ სისაძაგლენი გულისანი, შეუფერებელი გულის თქმები და გულის სიტყვები უნდა განსდევნოთ.
ვეცადოთ თავშეკავება. ამაში გვეხმარება სული მარხვა და ლოცვა. თავისით არც ერთი აი ძალაც. ადამიანი როცა მარხულობს, აი ბუნებითაც როგორ ხდება, კუჭი თანდათანობით მოცულობაში იქნება. უბრალოდ კუჭს, ანუ ადამიანს აღარ აქვს მოთხოვნილება ბევრი ჭამოს. როცა თავშეკავება ჭამს. აქედან გაჩნდა ქართული ბრძნული ანდაზა. მუცელს აღორებ ხორია, აქორებ ქორია. მოდი ვაქოროთ და არა ვაღოროთ ჩვენი სტომაქი. ეს ყველაფერი ადამიანს ამაში ეხმარება, ცნობებისაგან განწმენდა ხდება, თანდათანობით ეშვება სხივი ზეციური სასופრებიდან ადამიანში. ეს სხივი მას უკვე მიღებული აქვს ნაპერწკალი მადლისა ნათლობის საიდუმლოებაში, მაგრამ საჭიროა ბოროტმონოსავით კი არ დაფლას, როგორც იგავში ამბობს უფალი, არამედ აქნიოს, ანუ ძველ ქართულში საქმეში ჩადოს, საქმეში გამოავლინოს თავისი რწმენა და მადლი, რადგან რწმენა საქმის გარეშე, როგორც იაკობ მოციქულის პირით ამბობს უფალი, არის მკვდარი. ჩვენი კეთილი საქმეები უნდა ანედლებდეს და აცოცხლებდეს და ამრავლებდეს იმ ნაპერწკალს მადლისა, რომელიც ნათლისღებით მიგვიღია და მერმე ჩვენი ცხოვრების ყვალობას. მას ასე, როცა გულის სიტყვებისაგან თავისუფლდება ნენელა ადამიანის, სული შეწევნას იღებს და იწყებს თავის თავში ყველა ზეციური ძალის მიღებას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება, როცა ჩვენში მცდელობას ხედავს უფალი და თანდათან თავისუფლდება ჩვენი გული. მაშინ იგი სათმოებათა ქმნით შეიმყოფის, ანუ სათმოებით ამკობს. აქაც ღვთისმშობლის მიბაძვა დაასკატებ უფალი ვარ ჩვენი ღმერთს მიმართავს დავით წინასწარმეტყველის შემკული, ესე იგი ფერადფირადი სათმოებებით. ღვთის შეწევნით შინაგანი ადამიანი განიწმინდება, ყველაფერი უცხო ხრება. ბევრმა არც იცის, რომ მას ყავს შინაგანი ადამიანი. ეს არის ყველაზე არსებითი ადამიანში, უყდამი სული. ჩვენ გონია, რომ აი ეს რაც არის სხეული გამოვლინებებში, გრძნობებში, თუ სხვა ეს არის არა. ეს არის გარეგანი ადამიანი, რომელიც მიწისაგან მოღებული ადრეფობიდან მიწაში დარჩება. ვიდრე უფალი არ მოუპოვს აღდგომად მთავარანგელოზ მიქაელის საყელის უკანასკნელ ხმას და არ აღადგენს ყდრეთიდან ყოველი ადამიანი დღიდან ადამიანთან ვიდრე უკანასკნელად და ცოცხლები გარდაისახებიან ქრისტეს მოსვლისას. არ მიიღებს სხეულს, მაგრამ ეს სხეული იქნება სულიერი. ამიტომ ამობენ მამები, ისინი ვინც მხოლოდ სულიერად იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში, აღდგომის შემდგომ თუ მიიღებენ განჩინებას ჯოჯოხეთში, მათგან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულითაც სულიერი სხეულითაც დაიტანჯება, ორმაგი და სრულყოფილი გახდება მათი ენი თავწერელი და გამოუქმნელი. დაუტევნელი, ის როგორც თუ წმინდანები მხოლოდ სულით ხარობენ. სასუფეველში ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე მერმე მიიღებენ სულიერ სხეულს, ქრისტეს მიმსგავსებულ სხეულს, რომელიც მას აქვდა და აქვს შემდგომად აღდგომისა, ეს ადამიანები სული გახდებიან თავის სიხარებსა და ნეტარებაში. თუ აქამდე მხოლოდ სულით ხარობდნენ, ასე განიხარებენ სულიერ სხეულშიც. ამის წარმოდგენაც კი არ წავიდა. კი ვამბობ სიტყვებს ხარჯავ, თავზალას ვატანთ გამოყრაჩელებას მისცემით, მაგრამ თავად მოციქული პავლეს კი, რომელიც უდიდესი ღვთისმეტყველია და მწვერვალი მოციქულების, როცა ცოცხალი აიტაცა 64 და მერმე ეცადა მოწაფეთა წინაშე გამოეთქვა და ეპისტოლეში ჩამიწერა, თუ რა არის სასუფეველი, როგორია იგი. მიუხედავად თავის სწავლულობისა და ასე იგი ღვთისმეტყველებისა, ვერ გამოთქვა და ბოლოს ეს გათქვა. ეს ის არის, რაც თვალს უხილავს, ხმურს არ მისდენია და გული ვერ მოიაზრებს. ყოვლად აღუხველი და აღუქმელი და გამოუთქმელი. მხოლოდ მესამე პირში შეიძლება ვილაპარაკოთ მას. ანუ რისთვისა ვართ მოწოდებული? რამხელა სიხარულისთვის, როგორი ნათლისთვის, როგორი ნეტარებისთვის, მხოლოდ ჩვენ ვითარცა კაცნი და ვითარცა პირუტყვი მოხსნები. თითქოს ამის მეტი არაფერი არ მოუწა ღმერთმა. და ასეთი წარმოუცია ჩვენმა ცოდვამ მოგვიტანა ხრწნადი სხეული, თორე სხეულიც კი პირველ ადამიანებს, ადამ და ევას ღვთიური დიდებით ჰქონდა დაფარული და დავიყვნენ არა მარტო როგორც სული, არამედ დავიყვნენ სხეულითაც, რადგან ღვთიური დიდება ფარავდა მათ. და ადამიანი წმინდა ცხოვრებით, ასკეტური ცხოვრებით, თავშეკავებით, ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არაფერი არ ხდება, არც აღძვრა, არც მოქმედება და არც შედეგის ნეტარების სახით. ადამიანი იბრუნებს იმ მდგომარეობას, რომელიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდა მათ ზეციურ სამოთხეში.
იქაც როცა ხელმძენარეებს მოუარე იზრუნე, ღვთაებრივი აზრების გაჭრიტაზე აკუთხა, ეს ანიჭებდა მას სიხარულს, ღმერთთან სიახლოვეს, ეს ანიჭებდა მას. აი მე წმინდანებიც, აი ასე იწყებენ ცხოვრებაში. მართალია, ხორჩი რჩებიან დედამიწაზე, მაგრამ სული უკვე ღმერთთან არიან. როგორც უფალმა გვასწავლა, თუ ამგვარად იცხოვრებ, მე თქვენში ვიქნები და თქვენ ჩემში იქნები. ანუ ადამიანი გახდები ღმერთი. მე ღმერთი ვარ ბუნებით, შენ ღმერთი იქნები ჩემი მადლით, ანუ განეღვთობი. ეს არის საიდუმლოება ქრისტიანობის. ეს არ არის რომელიღაც რიტუალების, წესების კრებული და ასე შემდეგ. ღვთის შეწევნით შინაგანი ადამიანი განიწმინდება, ყველაფერი უცხო ხრება, აი უცხო რა არის. სინამდვილეში რაც ჩვენთვის დამახასიათებელია, რაც გვიზიდავს, რაც მოგწონს, რაც გვიყვარს, არის უცხო. ეს სოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა ჩვენში. არამედ მთავარი არის შინაგანი. ეს უცხო ყველაფერი ხდება გაწმენდის კვალობას. ასკეზებით ადამიანი მსაყვარ გულისხმებს აღემატება, ანუ ძლევს და ღვთისმოყვარული სახით ყოველივე ღმერთზე დაუს. ანუ როგორც იმედია, რომ ყველაფერი ღვთის იმედად არის, რა მოკლედ რომ თქვა, ყოველივეში ამ მოღვაწეობის გზაზე. მადლის სული წმინდისა მოვალს მის სულში და მის შინაგან ადამიანს უკეთეს შეებს, ვიდრე უწინ იყო. როდესაც ამ განთიადის სინათლე ჩდება და ჩვენს გულში მზე ამოვალს, რა თქმა უნდა ქრისტეზეა მინიშნება, რომელიც დაუღამებელი მზე არის. ესე იგი მადლი გასმეს ადამიანის გულსულს და მე გადმოდის ეს მზე და დაადგრება მასე და ანუ ქრისტე. და არა თუ უფრო დაადგრება ადამიანი შედის მზეში, მზე შემოდის მასში. ხდება ეს ღვთაებრივი შეერთმანეთი, ანუ ადამიანი განეღვთობა. და რა მოაქვს ამას? აი ცოტა მოგვიანებით გეტყვის გრიგოლ პალამ ამ განღვთობას. თავის თუნდაც გარეგან გამოვლინებაში. როდესაც ამ განთიადის სინათლე ჩდებოდა ჩვენს გულში მზე ამოვალს, შიგნით ნამდვილი ადამიანი ჩანს. ანუ საცნაური ხდება. ესე იგი ნამდვილი ადამიანი ის კი არ არის, რასაც გარეგანში ვავლეთ. საწუთროში ნამდვილი ადამიანი არის ის, რომელიც შიგნით არის ადამიანის გულის სიღრმეში და მოწოდებულია, რომ ღმერთს ესწრაფოდეს და მას ემსგავსებდეს. სხვა დანიშნულება შინაგან ადამიანს არ აქვს. ესე იგი მარტივად რო გითხრა, რას ნიშნავს მამაო ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიქმნა ღმერთისთვის. დღეს ებრძვის უცხო გახდა. წინა აღდგომის კი არის. სინამდვილეში ადამიანი, ისე როგორც ანგელოზები, ღმერთმა შექმნა თავისთვის. რომ თავის სიხარულში, სინათლეში, ნეტარებაში, უკვდავებაში თანამონაწილე გაეხადა. აი ეს სწრაფვა, რომელიც შინაგან ადამიანს აქვს, ღმერთ ადამიანის მიმართ ქრისტე მაცხოვრისა, ეს ანიჭებს მას სიხარულს და სიხარულზე ანიჭებს. ასევე არიან ანგელოზებიც. და ეს პროცესი ღვთისადმი ქმნილებისა, ადამიანისა და ანგელოზისა, ლტოლვისა არის მისთვის სიხარულზე მომტანი. ამისთვის შეიქმნა ადამიანი. ვიღაცა გარეგან უნდა წარმოიდგინოს მიწიერი გონებით. რა ესე იგი რა არის? ჩვენ ღმერთს უნდა ვემსახუროთ? დიახ, ჩვენ ღვთის მსახურები ვართ ამ სიტყვის მაღალი დანიშნულებით, ისე როგორც ანგელოზები არიან მსახურის სულები, ალარ ცეცხლისად შექმნილი შორის ღვთისა და შორის კაცისა. და იმდენად დიდია კაცი ადამიანი ღვთის თვალში, რომ ანგელოზებს ამსახურებს მათ უფალი. შორის თვისა და შორის ადამიანისა მსახურის სულები არიან. მეორე ნათლად წოდებ ანგელოზებს და როგორი დიდი დანიშნულება კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თუნდაც აქედან გამომდინარე საყვარელო ადამიანს ღვთის მიერ. როცა ადამიანი ღმერთში და ღმერთი მასში ადამიანს აღარაფერი არ ისწავს. განდეგილობა ეს შედეგიც არის სწორი ცხოვრებისა. აღარაფერი არ გიზიდა. ადრე თუ აქტუალებული იყავი კარგი სასმელი, ფერადფერადი საჭმელებით, განცხრობით, განსვენებით, გართობით, მიეთი, მოეთი, სხვანაირად რო ქვია, ახლა შენ არათუ არ გიზიდავს, გაშინებს და ცულს, როგორც ქრისტეს მტრობა და როგორც სიძულვილი ქრისტეს მიმართ. რაც გვაუწყლებს ღმერთის მიმართ. დედამიწაზე რა კი ეს ძალიან ძნელია და სულ გამრავლა ღმერთმა იმად აგვიარსა თავისი წმინდა ეკლესია.
და მოგვიწოდა მოვედით შენ და მაშვალი გადაღლილები ამ ცხოვრებით და ტვირთმძიმერი მძიმე ცხოვრებიდან მოგიწოდეთ მოვედით შენ და მე ვიტვირთე თქვენი ჯვარი მე აღვიღე თქვენი ტვირთი თქვენი ცრემლი თქვენი ტკივილები თქვენი მჭუნვარება თქვენი მწუხარებანი თქვენი ძვირშემთხვეულობანი თქვენი ბოროტგვემულობანი ყოველივე ავიღე ჩემს როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ასეთი ფალი მან ყოველივე განაცვალა რომ შენ დაებრუნებინე ადამიანის მაღალ დანიშნულებაში როგორიც შექმნა თავადუფალმა და როცა ადამიანში ეს შეგნება შემოდის ამგვარი მსოფლმხედველობა მოიპოვა უკვე მას აღარ იზიდავს სუთისობა ბუნებრივია დატოვოს ამავე ბავშვის სოფლისა და გავიდეს უდაბნოში ერთ-ერთი პეჩურელი მამა მაგონდება წმინდა მამა განდეგილი იყო და ესე იგი დაყუდებული იყო სეკელიაში არ გამოდიოდა იქიდან არავის არ იღებდა არავისთან არ მხოლოდ მოცვად იდგა და გალობდა და პატარა სარკმელი ჰქონდა საიდანაც მას აწვდიდნენ კვირაში ერთხელ საზრდელსა წყალსა და ორ ცხობილას ადამიანი ბოლოს და ბოლოს ხორციეს და ერთხელაც ისეთი აღფრთოვანებით უგალობდა ღვთისმშობელ მარიამს ესეთი მოზღვავება ეხსნა მის და მის სიყვარულისა და მისგან ხორჩესხული ღმერთისადმი რომ გოლის სიღრმიდან აღმოსთქვა რა თმინდა მზის სინათლე ანუ სენსუალური გრძნობისმიერი ნათელი შენახარ ჩემი ნათელი და ხატი მიაფარა სარკმელს და დაახშო ეხლა ზოგი გამშვიდობა ზოგი გადიკითხავს ზოგი უბრალოდ ვერ გაიგებს მაგრამ ეს მოხდა ჩვენ არ აგვაქვს ეს მოსვავებანი სიყვარულის არათუ მოდნევა დგარადად არ აგვაქვს ეს სიყვარულის სულსა და გულში ჩამდგარი და მოპოვებული უკვე არამედ წარმოდგენაც კი არ აქვს ბევრ ჩვენთაგას ჩვენი სიხარულები ეგრეთ წოდებული უკავშირდება მის მიერ საგნებს შემოსავალი თანამდებობა კაეჭამა კაესმა დიდად შესარგი როგორც ხშირად ვამბობთ მე მოულოდნელად მოდის სიკვდილი ანასთან ასეთებთან ანას და სიკვდილი არის საჟელი იცოდეთ და ადამიანს არაფერი აქვს სათქმე არაფერი არ მიაქვს თითქმის აქედან სასიკეთო ბევრ სტილის ბევრს მოთხოვს გონების თვალთიგით ყველაფერს ხედავს რასაც დედა ეკლესია ასავლიდან მაგრამ იხუბე რამდენად ფასოს დედამიწაზე სინანული და წრემლი სინანულის იქ არაფერს არ წარმოადგენს ფასი არ აქვს ამიტომ სიცოცხლე ეს არის მზადება მარადისობისთვის რომელშიც შედიან ადამიანები ასე დააწესა უფალმა სიკვდილის მიერ მაგრამ სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება სიკვდილი ნიშნავს ღვთისმშობლის დატოვებას ეს არ ნიშნავს ჯერ კიდევ სული სიკვდილი დგება მაშინ როდესაც ღმერთი ეტყვის მას განკითხვის შემდგომ განვე შენგან არ აგიცი შენ არ გიცნობ ვინახარ განა არის რომ შემოქმედი როგორ არის წერი და არის წერი ისიც მისი შექმნილია და ყოველივე უცხის და ჯოჯოხეთთანაც ახლოსია უცხის რაც ხდება ჯოჯოხეთში მაგრამ ადამიანს ასეც ვერცნობს მისი ცხოვრებიდან გამომდინარე მე ასეთი არ შევიქმნიხარ მე აქეთ არ მოგიწოდებ მე იმად არ მოვედი დედამიწაზე ვევნე ვეწამე აღზრდე და ავმაღლე და შევიტანე ადამიანური ბუნება განვაღვთე რა და დავშედ მარჯვენა ღვთისა და მამისა რომ შენ ასე ეცხოვრა იცით რა უფალო მე არ მიქადაგა არავინ არ მასწავლა ჩვენთან ეკლესია არ იყო მაგრამ მე შენ მოგეცი სინდისი მოუსყიდველი მსაჯული ძალიანაც კარგად იცის სინდისით ადამიანმა რა ჩაიდინოს შეიძლება და რა არ ჩაიდინოს მოგეცი გონება და განშლის უნარი მოგეცი შენს ყველა დანარჩენები უგდავი სული რაზე იზრუნე მთელი ცხოვრება ჭრიკინასავით აქეთ იქ დაფრენი საბოლოოდ განსარცული წარდექი ჩემს წინაშე სამშობლოს არანაირი თავის მართლება არ გვექნება ღვთისია ვერც კი გავბედათ როგორც სახარებაში წერია მეზვერის ფარისევრის იგავში თვალთაცა ზია ახილოთ თვალით რო ავსიო და შევხედოთ უფლის დიდებას არა შევხედოთ რაც დავინახავ ცოდვით დაბრმობილი თვალებით განჭრეთ თაებრივ ნათელში თავად ქრისტე მაცუხარს წყაროს თვალს ამ ნათლისას როდესაც მას ამ განთიადის სინათლე ჩნდება და ჩვენს გულში ზიანოვალს
შიგნით ნამდვილი ადამიანი ჩანს, ანუ საცნაური ხდება, რომელიც თავისი ნამდვილი საქმითაა დაკავებული. მოდით კითხვა დავსვათ. ესე იგი შინაგანი ნამდვილი ადამიანის საქმე რა არის, რომლითაც უნდა იყოს დაკავებული? ეს არის შემოქმედთან უბნობა, ანუ ლოცვა. და პირველ ყოვლისა ეს ხელსაყრელია მოვიმოქმედოთ იესოს ლოცვით, რომელსაც გონება გულში ჩაყავს და მხოლოდ ღმერთთან არის გამოკეთილი. და ღმერთში კი ყველაფერია. სადაც ღმერთია, იქ არის სწორედ სინათლეც, სითბო, სიყვარულიც, ნეტარებაც, სიხარულიც. და ღმერთის იქით არაფერი უნდა იგასუნთქვირა საკითხავი იყო სახარები და ლუკასაგან კერძოდ, ესე იგი 10 ქალაქელი ეშმაკეული რომ გაგურნა. დღისით, მზისით, თავს იკოდდა კლდით, ჯაჭვებით აბავდნენ გლეჯდა, მოსავდნენ, შიშვლდებოდა, იფლედა ტანისამ. დღისით, მზისითაც კი ეშინოდა მამაკაცთა ჯგუფსაც კი გზაზე გადაკვირდნენ მას. უფრთხობდნენ. მაგრამ როცა ქრისტემ გასმიდა, რა იხილეს 10 ქალაქელებმა, კატარინელებმა, გერგესებელებმა, რა იხილეს? 7 წყნარა ჩაცმული იჯდა აღფრთოვანებული მაცხოვრი და როცა უფალმა დაითხოვა, იცით რა ვთქვა, სანამ ეტყოდა, რა კარგია შენთან ყოფნა უნდა, სთხოვა რომ უნდა მასთან ყოფილიყო. ის იყო არა მარტო მისი განწმენდელი ეშმაკეულობისა, არამედ მისი მანეტარებელი. ეს იგრძნო ეშმაკეულობა, ყოფილმა ეშმაკეულობა. მაგრამ ნახე ქრისტემ რა დაინახა მასში თამდაბლობა, მადლიერება, მიზიდულობა, ღვთის მიმართ პრაქტიკულად მოციქულთა სწორობაზე აკურთხა. ვინ ყოფილი ეშმაკეული? წარვედა იქადაგე და 10 ქალაქი იყო გენესარეთის გარშემო იმ ტბისა, რა სიკეთე იყო უფალმა. და როცა არ მიიღეს უფალი და სთხოვეს თავად გადარინელებმა და გერგესებელებმა დატოვეს ჩვენის, რომ სარალი მატერიალური აღარ ენახა, ღორები რომ დაიყურე, კაცოდნენ სხვა. ამიტომ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ღირსი არ იყვნენ რომ უფალს ეკადა და მათთვის მეღორეები და ყოფილი ეშმაკეული დაუტოვა მასწავლებლებად. გასაოცარი რამეა. არ განიკითხა უფალმა, არ შეეწინააღმდეგა მათ თხოვნას, ჩაჯდა ნავში ნათქვამია, უხმოდა გადაცურა ისევ კაპერნაუმისკენ. მაგრამ მათ მასწავლებლებად მეღორეები და ყოფილი ეშმაკები და ჩვენთანაც ასია. ბევრი ჩვენთაგანი, ვინც ახლა ეკლესიაში დადის, იარება და ეკლესიურად იწოდება, ერთ დროს ასეთი მეღორეების და ეშმაკეულ ყოფილების მოქცეული არის. აი მე ჩემს თავზე ვიტყოდი მაგალითად. პროფესიული თვალსაზრისით კი არ ვაყოფ ამას. აი ესეთი ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად უფალმა გაანათლა ზურგი აქციებს, მაგრამ მე პაპი მოყარებიდან გამომდინარე ვთქვა, მოდიან ჩვენთან და გვასწავლიან იმას, რასაც თვითონ აღარ ასრულებენ დიდი ხანია. მაგრამ ჩვენთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. დავინტერესდით მაცხოვრეთ, დავიწყეთ მისი ძიება. მიგვითითეს რომ პირველ ყოვლისა ის წმინდა წერილში უნდა იპოვა ახალ აღთქმაში. მაგრამ საშიშია დამოუკიდებლად იკითხო და არ მემართო წმინდა მამათა განმარტებებს. მე ამასაც ვაკეთებ. მერმე და მერმე მოძღვარი ყავს. განწმენდა აღსარებებით, ცდელობა თავშეკავებული ცხოვრების. საფრთხოსიარება, რომელთაც უდიდესი საფრთხო ენერგიები შემოდის ადამიანში და ბოლოს ხვდებით ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა ქრისტიანები. ჯერ ადამიანდებით, შემდეგ ქრისტიანდებით. იმიტომ ადამიანის სახე გვაქვს, რათა სამალია დღეს ადამიანთა საგრძნობ ნაწილს. მიუბრუნდეთ წმინდა მამას. ესე იგი, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს შინაგან ადამიანს თავის თავში, რომელიც ხილოსდება, განსისკროვდება საფრთხომადლით. ესე ვითარ ადამიანს ღვთის ნათელი უნათებს, განანათლებს რა მის გზას. ერთ ლოცვაში ნათქვამია ქრისტე ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. ამგვარი ადამიანი საუკურო მთათა მწვერვალებზე აღმოს, ანუ სასუფეველი იგულისხმება. ხო ის საკვირველება, ამ სინათლით განათებული იდუმალთ მხილველი ხდება ადამიანი ამ ქვეყნიურ საგანთრომ აღემატება. იმავ დროს არ განშორდება რა თავის მატერიალურ კიპოსთან. ესე იგი ზენას მიახლება მადლით, მაგრამ ხორციელად რჩება დედამიწაზე. იგი უნახფრინდება არა ინტელექტის წარმოსახვითი ფრთებით, ანუ ზეცაში დანანაოს და აფრინდება არა ინტელექტით, მაგალითად რომლის გამოხატულებანი არიან პოეზია, ხელოვნება და ეს შემდეგ ფილოსოფიური განშა. არა ამგვარად,
ვირტუალურად ადის ეცაში, არა პირდაპირ გაგება. აი პავლე რომ ახსენეთ ორჯერ და სამჯერ სიცოცხლეში სიცოცხლეში ყვატაცებული სამოთხეში ოღონდ იმდენად დიდი თავდავიწყებაში ჩავარდა რომ არ ვიცი ეს ხორცი მოხდაო თუ მარტო სულით ვიყავი სამოთხეში და ცდილობს მე აღვიწყოს ეს შტაბეშტილებანი. მაშინ ასეთი ადამიანი არ ფრინდება არა ინტელექტის წარმოსახვითი ფრთებით, ანუ ხელოვნებით და სხვა, არამედ სინამდვილეში მიფრენს გამოუთქმელი სულიერი ძალების მიერ, იღებს რა სულიერსა და გამოუთქმელ შეწევნას. ეს ის ენით გამოუთქმელი სიტყვანია, რომელიც არასდროსვენი, ამაზე პავლე მოციქულიც ახსენებს სამოთხეთა მიმართებად. ჭვრეთს უხილავს. ამგვარად ადამიანი სულერთიანად ნებება ღმერთს და სულთლად სინათლე ხდება. თავად ადამიანი ხდება სულერთიანად სინათლე. ის ღმერთში და ღმერთი მაშინ ურთიერთგანშვალავი, თუმცა ღმერთი რჩება ღმერთად, ადამიანი რჩება ადამიანად, რომელიც განიღბთობა იმავდროს. იგი ჰიმნებში მოუღალავს ეციურ გალობელთ ეასპარიზება. ანუ სულ უნდა რომ უგალობოს ღმერთს, სულ ადიდოს ღმერთი. ისეთი მადლმოსილი სულიერი მდგომარეობა მაშინ. აი რომ აპოკალიფში რომ არის რომ იხილა წინასწარმეტყველმა იოანე მახარებელმა, ღვთისმეტყველმა, ანგელოსთა დასით გარეჯა შემოჭარული უფალი, უფლის საღმრის გარშემო სერაბინები უმაღლესი ტრიადის პირველი ანგელოზი ყველაზე მაღალი წვიდარს უფალი ღმერთი სავსეარიან საერთო ქვეყანა დიდებით ამისთა. ეს მათი მადლიერების ამონახეთქია ანთროპომორფულად ადამიანთა ანგელოსთა გულიდან. ასევე წმინდანები როცა აღწევენ ასეთ სულიერ მდგომარეობას, იგივე რამე მართებად განუწყვეტლი უნდა სულ აქებდნენ ამდენად. ეს ანიჭებს მათ მეტნეტარებას. მათ არა, თუმცა რჩებიან მატერიალურ იპოსტაში სხეულში, არანაირი მოთხოვნილება ადამიანური არა. იმიტომ იყო რაღაც სისოი, ანტონი, შიოგვერსო განართხავდნენ ხელს და ესე დღე-დღამები გადიოდნენ და მოთხოვნილება არ ქონდა და შეეძნება სხეულის სულით იყვნენ ღმერთში და ღმერთთან. ასეთი ადამიანი მას ჰიმნებში მოუღალავს ეციურ მგალობელთ, ანუ ანგელოზებს იასპარეზება. იგი ჭეშმარიტად ანგელოზი ხდება ქვეყანასაზე და არ გადატანით რომ თქვენ იცით სწავლება ეკლესიის სერაფიმ სწავლის სხვა გეუბნები, 1/13 ეციურ ძალების რომ დაეცნენ სატანასთან ერთად, მათ ღმერთმა მადლი აართვა, ძალა დაუტოვა, საზარელი ძალა აკეშვა. ღმერთმა რომ მიუშვებს ერთ დღეში ამოწყვის კაცობრიობა წამის ყოფაში უბრალოდ. მაგრამ ამის უფლება არ აქვს. ეს კი არა გასულ საკითხებში კვირისა ვნახეთ რომ ორი არა წმინდა პირობ იმაშიც ვერ შეიძლება თუ ღმერთს არ სთხოვს და არ დაუშვებს უფალი თავისი განგებულებიდან გამომდინარე. განგებულება ეხლა თქვენ მეტყვით ზოგიერთები უმეტეს არის რაში მდგომარეობდა რომ სარალიმი აყენა ხალხს 2002 დაიხოცა და შეშინდნენ და ასე შემდეგ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ცხოვრობდნენ და ებრაელების გვერდით ისინი წარმართები იყვნენ ელინები როგორც იოანე ოქროპირი და თეოფილაქტი და სხვები განმარტავენ რომ არ უნდა ეძღვნებინათ მოსეშულის მიმდევარი ებრაელები, იუდეველები, რომლებიც ხორის ხორცს ღვთისაგან აკრძალულ არ ჩამდნენ. აი ამის გამო კერპოს დაისაჯენ. მე რომ წარმოდგენა შექმნათ როგორია ეშმაკის ძალა. ერთ ადამიანში იყო 10,000 ეშმაკი, ანუ ლეგიონი, როგორც თავად ლეგიონის წინამდგომმა განუცხადა, როცა კითხა რა არის სახელი შენი, ლეგიონ არის უკან. სხვების გასაგონად ამ ეკითხებოდა რომ გაეგოთ რა სიტანდა ეს ადამიანი, რომელიც ეშინოდა, რომელსაც განიკითხავდნენ და ასინოდნენ კიდეც ორ ჩვენ გვემართება ასეთი ადამიანების მიმართ და ნაკლოვანი ადამიანების მიმართ და ამ დროს გამოვიდა ეს 10,000 ეშმაკი და 2,000 ორმა ვერ დაიტია ის, რასაც ერთი ადამიანი იტევდა. გაცოფდნენ ჭკუად და კარგეს და გადაიჭეხნენ კბოდედან ტბაში და დაიხჩნენ. აი ამ თუ დასაჯა. ეს საჭები უნდა ყოფილიყო დასაბამი მათი გადარჩენით. მაგრამ მათ ქრისტე არ ინდომეს. დატოვა ჩვენი სოფელი. შეებედრე პირდაპირ სთხოვეს მუხლი მოუყარეს. ამიტომ როგორც წელად თქვით, არ დარჩა მათთან საქადაგებლად, მაგრამ დაუტოვა ვეღორეები და ეშმაკობა მასწავლებლებმა. მეც არ იმსახურებდნენ. ხო, ქრისტეს კი ყველას მოქცევა და ცხონება უნდა. თავად მოაქცევს უშუალოდ არიან ადამიანები თავად ხელმძღვანელი. წმინდა ნიკოლაუსის ცხოვრება სიჩოიდან იყო უფლის წინამძღოლობით. მთელი მისი ცხოვრება უჩვეული, არც ადამიანური. ადამიანი ასეთი რამ გამოვლენებები არ აქვს. სიღრმიდან თავისით იმარხულოს, ზოზუ არ მიიღოს, ან საზრელი არ მიიღოს, მწუხრიდან მიიღოს. და ჩვენ პარალელები გავაკეთებთ იშორ მარიამ და სხვა
სასწაულთმოქმედი. აი ახლა ჩვენ წმინდა მამა გვასწავლის, როდის ხდება ადამიანი როგორც ასეთი სასწაულთმოქმედიდან წინასწარმეტყველი. ეხლა ჩვენ რომ მოვიქცეთ თავის მართლის ახალგაზრდობაში წმინდა მამის საკითხულობ, რა თქმა უნდა, გულში ოცნება მქონდა, რომ ეს მიბებაც მათ ცხოვრებისთვის, მეც ყოფილიყავი კურნალი, ცნობილი, წინასწარმეტყველების ტიჭინებსაუბრა. ეს ოცნების დონეზე იყო ყველაფერი. შემდეგ წლებმა გამოცდილებამ წმინდა მამა ეკლესიამ დაგვარწმუნა, რომ ეს ასე არ მიიღწევა. ოცნება არის ფრანჩესკო პეტრარკასთან, დანტე ალიქიერთან და ასე შემდეგ, მაგრამ არასულიერ ცხოვრებაში. ის ანგელოზები რომ დაესწრნენ ერთი მესამედი, წმინდანებმა უნდა აღავსონ მათი რიცხვი. გესმით საყვარელი, 2/3 დარჩა ანგელოზის სიმაღლეს და 1/3 დაესწრა, მათ მადლი აართვა და ჩვენ თავაზობს. სულ თავისი ხსნელი ნებებით შემდგომად აღრგონისა მეპორმასა მეასრულებელთა მონების განთავისუფლების ისევ თარიღად ითვლებოდა მოსეშულის მიხედვით ჩვენ მოვარიჭა ის რაც აართვა დაცემულ ანგელოზებს მადლი სულიწმიდისა და ამ მადლი და ქრისტეს წინაწყობებით უნდა დავიბრუნოთ, ესე იგი დავიბრუნოთ დაკარგული სამოთხი და ან ისეთი მდგომარეობა, რომელიც ადამ და ევას დაცემამდე ჰქონდა. ცოდვით. მაშინ კი ჭეშმარიტად ანგელოზი ხდება ასეთი ადამიანი უკვე ქვეყანასაც და მას ემორჩილება ყოველი ქმნილება, რამდენადაც იგი მისი თანაზიარია, ვინც ყოველივეს მაღლა, რამდენადაც ესე იგი ღმერთის თანაზიარი გახდა, მას ყოველივე ემორჩილება. ამიტომ იყო რომ ლომებზე, ნიანგებზე, ვეფხვებზე და ასე სტიქიებზე ახდენდნენ სასაულებს წმინდანები. ეს ადამიანურად გაუგებარია და უცნელია. წმინდა ნილოსი, ფიქრობ სინაელი მამა, ამბობს, გონების მდგომარეობა არამატერიალური სიმაღლეა, ღვთიურისა და ზეციური მსგავსი სფერისა. ლოცვის დროს გონება წმინდა სამების ნათელს ეზიარება. თუ კი ადამიანს სურს გონება ამგვარ მდგომარეობაში იხილოს, მან იგი გაანთავისუფლოს ყველა გულის სიტყვისაგან, გულის თქმისაგან. სხვათა შორის მეცნიერება ბოლო დროს რამდენჯერმე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ლოცველი ადამიანის ტვინი გამოიკვლიეს. შეერთებული იყო აპარატურასთან, შესაბამის აპარატურასთან. აი ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, თქვათ ამაოებაზე ლაპარაკობს, სისულელეზე, ყოველდღიურობაზე. ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ლოცავს. ცვლილება ხდება მის ცნობიერებაში. რაღაც უხილავი ნათელი შემოდის ადამიანში, რომელიც გარკვეულ მოქმედებებს იწვევს. ადამიანი თქვენიანი თუ ამბობს თითქოს გათიშული, აი ამისგან, გარემოებისაგან, ამაოებისაგან. სულიად განსხვავებულ სულიერ მდგომარეობაშია ეს ადამიანი. იმიტომ არის თუ გულით ლოცავს, ეს ასეთი ლოცვა სიამეს ფენს გულს. და მისი ლოცვა მიდის უფლის საღდრამდეს. ანუ შეისმის. ჩვენ ხშირად საყვედურთ, რატომ არ მისმე, აი ესეთი გაჭირვება, ეს განსაცდელი და ასე შემდეგ, რატომ არ მისმე? არ გისმეს, იმიტომ გულიდან არ ესაუბრები უფალს. ბაგის შერხევა კი არ უნდა შენი. ლაპარაკიც მან დაგასავა, ეს ორგანოები, სხეული, ასეთი ისეთი, ყველა თავისი ბრძნული განგებულებით, მან მოგანიჭა, მაგრამ შენ უხეიროდ იყენება, სულაც არ იყენება. აი როგორც ქართული გამოთქმა ამბობს, ეს ადამიანი, რომელიც არ აზრობს, თავი მუთაქაზე მისადება თავს თითქოს სხვა ფუნქცია არ აქვს მის თავს. ამ დროს რა, კაი, სახარებას არ ვსულ, ჰერმაჰესი, რაგი პეტრარკა და სხვები ვახსენეთ. ცნობილი ავსტრიელი მწერალი ადამიანო სტეპის მგელი, ასეთი რომანი აქვს. ადამიანო მალასიე თავი, მას დიდი დანიშნულება აქვს. ეს თვით ერში მოაზროვნე ადამიანები მივიდნენ ამ დასკვნამდე. მე როგორც წმინდა მამა თქვა, ისაკასურია ადამიანის ანატომიურ აგებულებაშიც კი ჩანს რა ორგანოს რა დანიშნულება და მემართება მისაუბრება. თავი დგას ყველაზე მაღლა. ბევრი ადამიანი დღეს, ისე როგორც ხელისუფალი პოლიტიკოსები აქ თუ სხვაგან, თავზე დგანა სინამდვილეში. თავდაღმა. თავი უნდა განაგებდეს ადამიანის არსებას, არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც. თავი ამავე დროს არის იმ დანიშნულების გულში როგორც არსენ დიდებს, არაფერი არაწმიდა არ დაუშვას, არაფერი არაწმიდა გულიდან არ ამოუშვას. ეს არის ჩვენი სიფხიზლე. ხიზლად იყავით ილოცებით. განსაჭეთ, როცა რას შადიხარ, ან უნდა ჩაიდიოთ, გაიაზრეთ.
ემოციებით და სხვა არ უნდა იმოქმედო. განსაჭეთ ეს მადლი და ეს ორგანო შესაბამისი სწორედ შემოქმედმა ღმერთმა მოუცა. ვინ შენ შექმნა? მაშინ ადამიანი იხილავს თუ მაშინ როგორ წინავს ზეციური ნათლისფერი საფირონივით, როცა განიცმեց არსებას და გონს და გულსა გონებას პირველ ყოვლისა. თუმცა შეუძლებელია მასთან მიახლება, არ გვაქვს რა უნებობა. ესე იგი თუ არ მიაღწევ მეორეს უნებობების მდგომარეობას, შენ ამ ნათელს ვერ შეიცნო, ვერც იხილავ და ვერც თანამონაწილე გახდები. აუცილებელია ღვთიური შეწევლის თანამოქმედება. ადამიანში ჯერ აქვს დააბეროს ღვთიურმა სუნთქვამ და როგორც მოციქული ამბობს, სადაც სული წმინდას იქ სუნთქავს თავისი სიბრძნითა და განგებულებით. ჰარი ჰარამოთ არავისი არ შევალს, არავისი არ დაადგრება. ადამიანი თავად უნდა ისწრაფოდეს. ხშირად გვითხავს იობის წიგნიდან უნდა ისწრაფოდეს, როგორც ნაპერწკალი ღმერთისკენ. ეს არის ადამიანის მოწოდება. წმინდა დიადოქოს ფოტიკელი ამბობს, ადამიანს ნათლობაში წმინდა მადლი ორ საგანს ანიჭებს. აი რო ინათლება, რას ანიჭებს ორ საგანს? ღმერთი. წყალში იგი განაახლებს და განანათლებს მას, რაც ხატადაა შექმნილი მასში. თითოეული ჩვენი ცოდვის უმნიშვნელო ლაქასაც კი გასცნեց რა. ესე იგი თოთო ბავშვი თუ ცოდელი ეს გამოთქვაც არ მიესადაგებ, რომ ბავშვი იბადება თანდაყოლილი ცოდვით, პირველფრინელი ცოდვით და ქრისტიანი ემბაზი და რო ამოდის ნათლობის. ეს არის სავსებით უნციკლო და წმინდა, ყოველგვარი ცოდვისგან. ხოლო შემდეგ იგი ჩვენთან რჩება, ანუ მადლის სული წმინისა, რათა სრულხოს ის, რაც მსგავსადაა შექმნილი ჩვენში. მაშასადამე, როდესაც გონება ყოვლადწმინდა სულის სახიერებას იგებებს, სახიერი ნიშნავს ყოვლად კეთილს, არა უბრალოდ კეთილს, ყოვლად კეთილს. ღმერთი არის არ კეთილი, არამედ ყოვლად კეთილი. და როდესაც ესე იგი ადამიანი გონება ყოვლადწმინდა სულის სახიერებას, ყოვლად სიკეთეს იგებებს, ადამიანში შედის სიყვარული. აი როდის ჩნდება საღვთო ტრფიანება. პავლე მოციქულები ამბობს, რწმენაც, სასუება ანუ იმედის განქარდება. მიცვალების შემდეგ ეს ერთადერთი საღვთო ტრფიანებაა, ღვთიური სიყვარული, რომელიც აქაც არის და ზესთა სოფელშიც გიეს საუკუნოდ უკუნისამდე. ღირს იქნარა ზეციურ სინათლისა, იგი ღვთიურ მშვენიერებას იღებს. მაშინ ადამიანის შორის ღვთიური მადლისა და სხეულის სიმკვრივეს შორისაა. მაშინ ადამიანი საკუთარ თავს ბოროტებისადმი აღუძვრელად ან თითქმის აღუძვრელად გრძნობს. ესე იგი არ აქვს სურვილი ჩაიდინოს ცოდვა, ანუ ბოროტება. მაშინ ადამიანი საკუთარ თავს ბოროტებისადმი აღუძვრელად ან თითქმის აღუძვრელად გრძნობს, განახებს და თავის თავში ზეციურ საიდუმლოებებს. წმინდანებში სწორედ აქედან ჟღავდება სხვადასხვაგვარი სასწაულთ მოქმედებანი და წინასამცნობელობანი. ანუ ადამიანი ხედავს, რაც შორს ხდება. თითქოს ეს მის თვალწინ ხდება და წინასწარ გრძნობს, რაც მერე მოხდება. რა გივახსენე ამ საუბარში წმინდა იოსების იქასტი ათონელი მამა, აი ამასთან დაკავშირებით მის ცხოვრებიდან მოიგონა. ერთხელ ლოცვა თიდგა და ლოცვის დროს მას მიეცა გამოცხადება და წინასწარ ცნობელობა. ხედავს, რომ ერთ-ერთი ბერიშორეული უდაბნოდან აღეძრა, მოკიდებული ჰქონდა ტომარა, დაიქანცა გზაში, წყაროსთან შეჭერდა, ხელპირი, ესე იგი დაიბანა, გაიგრილა სახე, ცოტა მოისვენა და განაგრძო გზა და ბოლოს მოადგა იოსებ. და იოსების იქასთან რომ მოვიდა, ყოველივე მოუთხრო, რაც სადღაც ჩაიდინა და გაუკვირდა, შენ რა იცი, შეშინა. სული წმინდის მადლით ყველაფერი, როგორც ხელის გულზე ისე ჩანს. სული წმინდის მადლი ადამიანს ძველსა და ზიაღმადებულ სილამაზეში აბორებს, რომელიც მან დაჰკარგა. აირა სიმაღლემდე ახალთ ნეტავ ჭუნვარებასა, ანუ და გულით დაბალთა სინანულს, სულით გლახაკდა. ესე იგი აი რას მოგიტანო სულის სიგლახაკი, გულის შემოწმება, ჭუნვარება, ანუ განცდა საკუთარი ცოდვების სინანული. ამ მადლმოსილებას და ნიჭებს სული წმინსა, მათ შორის წინასამცნობელობისა და სხვა, როგორც საწყოზე, ისე მომავალზე და წარსულზე. კაცმოყვარე ღმერთი და შეგვეციოს შევიცნოთ ნუგეშინის სემენი. აი მამა გაბრიელი თქვა. ჩვენ ბერდით არის ტაძარი მისი, მომიყოლია გაბრიელობასაც შეგახსენეთ ეს სასწაული, რომ სვეტიცხოველში გაფართოულ კრებაზე ეკლესიის სიტყვას ვამბობდი, სიტყვა სიტყვით მითხრა, უთხრა ჯერ იყვნენ ახალგაზრდები და შემდეგ მე მომიყვა, როცა პირი გავალე მომაკვლა რა მოხდა და ამ შემდეგ თვითონ მითხრა ყველაფერი. ეს არის წინასწარმეტყველი ვაწვევი. მამა გაბრიელს ეს მადლი და დაუღამებელი მზე თავის თავში უკვე მოპოვებული ჰქონდა.
ის თანაბრად ხედავდა წარსულსაც, აწყოსაც და მომავალსაც. ნდე მან ჩვენ გვანუდეშოს უფალმა, ხოლო ჩვენ კი მას აღუვლენ დიდებას, თანა დაუსაბამოით მამითა, ხოლო ჩობილი გზით. ამენ.